გელოდება ტყუპებს ზაფხულის პერიოდში. იფიქრეთ საკუთარ თავებზე და ნახოთ, აღწერთ ზოგად ენერგიებს, ფინანსებს, პირადსასწაულ ურთიერთობას და რჩევას. დრო რო არ დავკარგო და ვიდეო რომ მოკლე გამოვიდეს, მე დავაპაუზებ, ავჩეხავ და გაგიშლით. ტყუპები ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის მომდევნო 3 თვე ვფიქრობ, რომ არ იქნება ცუდი და არ იქნებით უკმაყოფილოები, აქ რაღაცა ახალი შესაძლებლობები, შანსები, სიტუაციები ბევრი გამოჩნდება, შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ გარკვეული მიზნისკენ სწრაფვიზე, რაღაცა იდეა შეიძლება მოგივიდეთ, არაჩვეულებრივი სიახლეები ბევრი გელოდება ტყუპებს და ვფიქრობ, რომ კმაყოფილებიც ხართ. თავარია, რომ ის სიახლეები რაც შემოვა, მიიღოთ და დახვდეთ გახსნილები და არ იყოთ ჩაკეტილები. რაც შეეხება თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, ფინანსებში ცოტა ხარჯებს ხედავ, ისე რომ იცოდეთ თქვენთან ფრთხილად იყავით ზედმეტი ხარჯები და არ გარისკოთ, იმიტომ რომ ცოტა შეიძლება დისბალანსი იყოს და მოგიწიოთ მე ბევრი ბრძოლა და სიტუაციის გამოსწორებისთვის ძალიან აქტიური ქმედებები და ამიტომ წინდახედულად განსაზღვრეთ თქვენი ფინანსები, ხა თუ მოსალოდნელია ხარჯის არ წაუხვალთ, მაგრამ გაუთვალისწინებელი რისკებთან იყავით ფინანსებში ფრთხილად, იმიტომ რომ მე ბევრი წვალება მოგიწევთ გამოსწორებისთვის. რაც შეეხება თქვენს კარიერას, კარიერაში ვიტყოდ რომ მშვენიერი სიტუაციები გელოდება ტყუპებს სხვათა შორის, სიახლეები უნდა გქონდეთ წესით, რაღაც ახალი ეტაპი, შეიძლება ვიღაცას დაწინაურება გინდათ და არის ვარიანტი რომ დაწინაურდეთ, თუ უკვე ყარად გახართ თქვენს პოზიციებზე, ესეც იქნება. აქ სიახლეები ბევრი გექნებათ კარიერაში, უფრო გაძლიერება, სტატუსის მიღება, დამკვიდრება, თუ თქვენი საქმე გაქვთ, იქაც საკმაოდ კარგად, თუ კერძო ბიზნესი გაქვთ, იქაც მშვენივრად უნდა წახვიდეთ და სიტუაციები გაამყაროთ და გააძლიეროთ და წარმატებას მიაღწიოთ. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, სულ აქტიურები ხართ, ისე მთელი 3 თვე თქვენ საკმაოდ მოდუნების საშუალება არ გეძლევათ ტყუპებს, რასაც ხედავ, წინ მიდიხართ, აქტიურობთ, არ ნებდებით, პირადში ჩანს ცეცხლოვანი ენერგიები, სექსუალური ენერგიები, ვნებები, ინიციატივები, რაღაც სწრაფი მოქმედებები, სწრაფი ცვლილებები შეიძლება გქონდეთ პირადში, უცებ რაღაცები ძალიან მოულოდნელად განვითარდეს თქვენს პირადში, მაგრამ შეიძლება იყოს არასტაბილური ასევე და როგორც უცებ განვითარდეს, უცებ ჩაიფერფლოს იყავით ამასთან ყურადღებით. ზოგად რჩევას რაც შეეხება თქვენთვის, არ იჩქაროთ გაწყვეტილებების მიღება გარკვეულ საკითხებში, მოусმინეთ თქვენს გულს, დაფიქრდით და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებები, ცოტა მომთმენები იყავით, მოთმინების უნარი გამოიჩინეთ, რაღაცა სიახლე რაც შემოდის, მიიღეთ ეს სიახლე, გადაწყვეტილებები მიიღეთ და დაელოდეთ, მაგრამ იყავით ფრთხილები, თუმცა თვალები ფართოდ გაახილეთ, არ ჩაიკეტოთ. დამიწერეთ კომენტარში თუ მოგეწონათ და თუ რეზონირდა თქვენზე ეს გაშლა.